ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოამზადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანეს. ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს. ამ შესწორების მიხედვით შეერთებული შტატების მხრიდან ქართული ოცნების მთავრობის აღიარება ან აღიარებაზე მინიშნებაც კი იგრძელება, ისევ როგორც ფედერალური სახსრების გამოყოფა. კიევ-პოსტის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა ფორმულირება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში საქართველოში ანტიამერიკული რუსული ოცნების რეჟიმის აღიარებას უკანონოდ ცნობს. აქტში ქართული ოცნების აღიარების უკანონოდ ცნობის ფორმულირების შეტანას მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა კომიტეტის 33-მა წევრმა. 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. შესწორება მიღებამდე წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცონ, თუმცა საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ვერსიაში კვლავ შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი მიერ მომზადებული ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტს დაემატა. კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მხარდაჭერის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია. სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი კანონია, რომელიც ადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოს და ბიუჯეტს. აქტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს იურიდიულ უფლებამოსილებას შეასრულოს თავისი მოვალეობების საგარეო საქმეებში, ამტკიცებს ან ცვლის მის სტრუქტურას და განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ პრიორიტეტებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შესწორების შეტანა კონგრესის მხრიდან უკვე სერიოზული სიგნალია და აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობა დასავლეთში პრობლემურ კონტექსტში განიხილება. მათი თქმით, ამ გეოპოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზა სისტემის დემონტაჟია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ივანიშვილის რეჟიმი არასდროს იქნება ლეგიტიმურად აღიარებული. სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ამ დებულების შეტანა არის უმნიშვნელოვანესი დელეგიტიმაციის გზაზე ივანიშვილის და მისი ბანდის. ჩვენთვის კარგად უნდა იყოს გასაგები, რომ ამ დებულების შეტანა, ანუ ივანიშვილის კოშმარის, ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს. ამიტომ ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ ქვეყნებს გულისხმობ მე და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ და ყოველთვის იქნება ამ ლეგიტიმურობის პრობლემა და იზოლაციის პრობლემა. დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდებოდა, აღმოჩნდა ისეთივე მეგად ტყვილი, როგორც ტყუილსაც წარმოადგენს 10 წლების განმავლობაში ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი. იანვრის შემდეგ გავიდა 8 თვე, მაგრამ ეს რუსული რეჟიმი კვლავაც ისევე არალეგიტიმური და არ აღიარებულია, როგორც ის იყო ამ წლის იანვრამდე და როგორც ის იყო მთელი პერიოდის განმავლობაში 2024 წლის 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნების შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ძალიან მნიშვნელოვანი არსებულ კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მილიონების ლობისტებში ხარჯვის მიუხედავად ამ ფაქტს ვერაფერი ვერ ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმულირებით მოხდება ამ დოკუმენტის მიღება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან მისი ხელმოწერა, რა თქმა უნდა, გაფორმდება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდება დაფინანსება და რა თქმა უნდა შეიზღუდება დიპლომატიური ურთიერთობებიც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის ქართულ ოცნებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ესეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მისულიყო ჩვენი ქვეყნის მისამართით. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით ვართ დამოკიდებულები. სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჯო უილსონის შესწორებას ოცნების მთავრობის არაღიარების შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის საინფორმაციო ხმაურის შექმნის მცდელობას უწოდებს. პაპუაშვილის თქმით, ეს ისეთივე საინფორმაციო ხმაურის ატეხას ემსახურება, როგორიც მეგობარი აქტზე. ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურის ჰქონდათ, ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორს ერთი 2 წელი მაინც არის, თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი
იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ჯოულსონი ერთ-ერთი ინიციატორია მეგობარი აქტის, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2025 წლის მაისში მიიღო. კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია სენატს, ითვალისწინებს ერთი მხრივ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში საქართველოსთან ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობას.